92 წლის ქალია და ამის წინათ რო იყო არჩევნები მოვიდნენ. ეხლა არავინ არ მოვიდა და მე მიმყავს კვინჭიხი აქვს მოტეხილი ამ ხანს. 92 წლის ქალია. აი ეს ფეხი მოტეხილი აქვს. განცხადება მიტანილი მქონდათ ყველაფერი და დოურეკ ეხლა და მოიყვანეო ისაო, მაგრამ ჩვენ ამის გატანა არ შეგვიძლია უკვე ყუთისო. დღით რატო არ მოხვედით მეთქი? იცოდნენ ეს ის იყო ბიძინა ივანიშვილის ჩვენი ისა ოცნების მომხრე და იმის გულისთვის არ მოვიდა. იმან იცის იმ გამგემ. დეიდას ეძახეს ამას და როცა ეხლა საჭირო არ მოვიდა, იცის რომ ვისადლებს ხმას. და მე მიმყავს ეხლა იმ გლახაკზე უნდა წავიყვანე 6 კილომეტრი. იქით 6 აქეთ. გასაგებია ბატონო, გასაგები ჩემთვის საზღვრები დადგენილია და საზღვრებს იქით გატანა 500 ვერანაირად ხო ეხლა საზღვრებს იქით ვერ გავიტანე. და ჩვენ როგორც გაწევთ? კი, თქვენ და თუ ასე არ შეიძლება, მაშინ მოვიტანე, ეხლა შემოვიტანე. გადასატანი დაილუქა და აწი რა ვხარ? გადასატანზე არ შეიძლება. არა, ისე ხმას ვერ მისცემს გაწევთ. კი ბატონო, ისე მისცემ. კი მილიონად უკვე გქონდა. ეშკართინესი? ვაშმარტე, ვასოთიათ. ხოცა არჩევნებში. მოგეხმარებოდი. ხაშებუღალაბად დორგი მოგიხე. მე მიხე. მოგიხე. აშვა და ესეთი რამდენი გამოჩნდა იობს. ფენჩიტვე შეგიძლია რომ გააკეთოთ. ოდო კინაია. აუ, ნიშნობა, მაგაცანად ფენჩიტვე შეგებნე ხობადია, ხობადი. ო ამორთეს, არ მოვიდნენ, მოგიყვანე. უნდა მოსულიყვნენ. შენ რა გრაჟდანი არა ხარ საქართველოს? რა თქმა უნდა. 5 შვილის დედა ხარ. და რამდენი შვილის ბედი? და ეკუთვნის მოსვლის. ისაც ხონდა განცხადება გადასატან ყუთზე. ჩვენ ისინი ყველა დავაყმაყოფილეთ. არც უფლებას არ ქონდა რომ განცხადება იდება ჩვენთან და ის რა არ დააგმაყოფილო, ის უნდა ავტომატურად შევიდეს გადასატან ყუთის სიაში. გასაგებია, ამის განცხადება არ ყოფილა.